ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი შავლო კეკელია. დილომშვიდობის მამაშაო დაგუწევთ. მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ. ძალიან რთულად შეიძლება სოფლიოში ადამიანი მოუძებნო, თუ მოუძებნით, ესეც რომ ბედნიერება არ უნდოდეს, მაგრამ ალბათ რამდენი ადამიანიც არის, იმდენი ხედვა ბედნიერებაზე, იმდენი ფორმაა ბედნიერების, იმდენი რაღაცა სათავისოდ მორგებული არსებობს ბედნიერება. თუმცა ჩვენ დღეს ხადია ვისაუბრებთ იმ ჭრილში, რასაც ეკლესია გვეუბნება, რასაც ღმერთი გვეუბნება და რას ნიშნავს ნამდვილი ბედნიერება? აი, ბედნიერება იქნება ჩვენი საკითხი. ცნებაში გვაქვს ეს მოცემული, შოულებთან მიმართებაში, თუ ცემს შოულებს პატივს, ბედნიერი იქნებიო და მახსოვს ერთხელ საახალწლო მილოცვაში უწმინდესმა ამას გავასვა ხაზი. მოკლედ აი ბედნიერებაზე გვინდა დღეს ვისაუბროთ. რა არის ბედნიერება? ჩემთვის პირველად რა ბედნიერება და მამათა სწავლებითაც ესე რომ ბედნიერება, აი ვინ ამ ბედნიერი ადამიანი? ნამდვილად ყველაზე ბედნიერი ადამიანი არის ის, ვინც არის წმინდა ადამიანი. ანუ სიწმინდეში არის ყველაზე დიდი ბედნიერება. ანუ სიწმინდეზე დიდი ბედნიერება დედამიწაზე არ არსებობს. ანუ თუ ადამიანს სულის ცხონების არსი გააზრებული გოს რომ შენ უნდა მიემსგავსო ღმერთს და ჩვენ ხატება ვართ ღვთისა, მაგრამ მსგავსება რომ ღმერთს მიემსგავსო, ამის უჭირდება სულის გაწმენდა, გასუფთავება საკუთარი სულისა და სიწმინდისგან სვლა. და როცა ადამიანს სიწმინდისგან მიდიხარ, უკვე ხარ ბედნიერი და ხარ აი უბედნიერი, ანუ სიწმინდეზე ბედნიერება დედამიწაზე არ არსებობს. ამას სიხარული არ არსებობს, ხო ხარ სუფთა გაწმენდილი გაქვს შენი გონება, გული, თვალი, შენი ეს ორგანოები ყავს დამორჩილებული, ანუ შენ გემორჩილება შენი ყველა ორგანო და შენ მართავ შენ სხეულს, შენ გონება, შენ ფიქრებს, შენ აზრებს და ასუფთავება მე წერა რომ ნეტარიყვნენ წმინდანი გულითა, რამოთმად ღმერთი იხილოთ. ანუ აი იყო ნეტარი, იმიტომ რომ ადამიანი ვინც წმინდა აქვს, წმინდა გული აქვს, ის ღმერთს იხილავს. აი ღმერთს თუ იხილავ, ამაზე დიდი ბედნიერება, ამის იქით რა ბედნიერება შეიძლება არსებობდეს, რომ შენ სამყარო შემოქმედს ხედავ, შენ გულში სამყარო შემოქმედია, ვინც სამყარო შექმნა, ის რაც ვისთვისა ყველაფერი ეს თელი სამყარო, ის არის შენ გულში. ამაზე დიდი ბედნიერება, აი ამის იქით რა ბედნიერება უნდა იყოს, წარმოუდგენელია. ადამიანი ეძებს ყოველთვის ბედნიერებას, აი შენახსენებ, ვინ რა შეძებს ბედნიერებას. რატო ვეძებთ ბედნიერებას? ბედნიერებას ვეძებთ იმიტომ, რომ გვინდა რომ ვიყოთ ბედნიერები და გახარებულები. და როცა ადამიანმა ღმერთი არ იცის, ამ ბედნიერებას ეძებს მატერიალურ სამყაროში, ანუ რაღაცეებში. და მე არ მინახავს ადამიანი, ასაძგინა იმას მიაღწევს, მაინც ვერ ბედნიერი იყოს, იმიტომ რომ აქ მიწიერში ეს ბედნიერება არა, ვიღაცა ნარკოტიკს შეძებს ამ ბედნიერებას, ვიღაცა გართობაში შეძებს, აი პაისეთუნებას, ვიღაცები გართობაში შეძებენ ამ ბედნიერებას, ვიღაცა ნარკოტიკებს შეძებს, ვიღაცა ცეკვაში შეძებს ამ ბედნიერებას, ვიღაცა სიმღერაში შეძებს ამ ბედნიერებას, ანუ აი ეს გონია მარტო ბედნიერება. მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ერთს რო იღებენ, ხედავ რომ აქ ბედნიერება არ არის. და ცარიელი ბრჩები, ანუ მარტო ამ ერთში ბედნიერება არ არის, ანუ ამას რომ მიიღებენ კიდევ რაღაცა უნდათ იმის იქით, ანუ რაღაც ამაში დაკმაყოფილდეს ეს თემი არ არსებობს. ამიტომ ერთადერთი ბედნიერების წყარო არის, ეს არის სიწმინდის სუფთავება და ყველაზე დიდი უბედურობა არის, როცა ადამიანი ამ სიწმინდეს შორდება. ანუ ყველაზე დიდი ტკივილია, როცა ადამიანი საკუთარ თავს განაშორებს ღმერთს. ანუ უწმინდური ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ შენ განაშორები ღმერთს და ადამიანი თავს იღუპავ და ინადგურებ და ბედნიერების განცდა და სიხარულის განცდა შენში არ არის. აი ნამდვილი ჭეშმარიტი სიხარული შენში არა, როგორც კი ადამიანი ცოდვას ეხება. მეორე ბედნიერების წყარო არის ეს იოანე ქროპერიამის ხუთაშორის, რომ ვინ არის ბედნიერი ადამიანი? ბედნიერი ადამიანი არის ის, ვინც არის მადლიერი ადამიანი. ანუ ვისაც აი მადლიერება აქვს, ის ადამიანი არის ბედნიერი ადამიანი. ვინა უბედური ადამიანი? იოანე ქროპერიამი კითხავს, უმადური ადამიანი არის ყველაზე უბედური ადამიანი. ანუ ის არ არის კმაყოფილი იმით, რაც მას აქვს. ანუ ვერ კმაყოფილდება ამით, ამიტომ არის უბედური. ახლა მაგათაც ჩვენი თავიდან რო გამსაზღვროთ ახლა ხო? აი მაგათაც ადამიანი შეიძლება იყოს უბედური იმით, რომ რაღაცა არ აქვს. მაგრამ არ არის ბედნიერი იმით, რომ მხედველობა აქვს. აი მხედველობა რო აქვს, ამით ბედნიერი კი არ არის. მეტყველების უნდა რო გაქვს, ამით ბედნიერი ადამიანი კი არ არის. ანუ ვერ ხვდება იმას, რომ თურმე შენ რომ მხედველობა გაქვს, როგორი დიდი ბედნიერება რომ შენს მხედველობა გაქვს. ვიღაცამ შეიძლება თელი ცხოვრება მისცეს იმის რომ მხედველობა გქონდეს. თელი ქონება, აი ყველაფერი, ანუ რასაც შენ ატყობ რომ ეს არ ამოქვს, სახლი არ ამოქვს, კარი არ ამოქვს, შეიძლება ადამიანს როცა მხედველობა დაკარგული აქვს, ყველაფერი მისცეს. ერთ-ერთი ადამიანი მესაუბრებოდა რამდენიმე თვის წინ, ძალიან დიდარი ადამიანი და თვალის შინ დაკარგა. აი მამო, აი ყველაფერს შეიძლება ქონებას, აი მივიცემდიო, ოღონდ თვალის შინ მქონდეს. ოღონდ თვალის შინ მქონდეს, აი ჩემ ქონებას ყველაფერს მივიცემდიო. ქონდა და დაკარგა. თუ ქონდა და დაკარგა თვალის შინ. და ყველაფერს გამცემი ვარ, ოღონდ თვალის შინ დაემბრუნაო და მაშინ როდესაც თვალის შინ მქონდა ამას კი ვერ ხვდებოდიო, რა მხელა ბედნიერება იყო რომ ეს თვალის შინ მქონდა. მაშინ ამას ვერ აცნობიერებდიო. დღეს როცა თვალის შინ დავკარგე, ხვდებიო რომ აი არაფერი აღარ მინდა და ქუჩაში ვიცხოვრებდიო და თავიდან დავიწყდი ცხოვრებას. როცა ადამიანს ეს თვალის შინი აქვს, მაშინ ამას ვერ ხვდება და ვერ აცნობიერებს ამას. როცა ეს ფეხები გავს, რომ გადაადგილების საშუალება გავს, ფეხები რომ გადაადგილდე, ამის პატივისცემა კი არა გაქვს. რომ საწყოს არ ახარ მიჯაჭული.
ვეც კი ხვდები ამას, აი რას თიშავს, რომ შენი ფეხით შეგიძლია გადაადგილდე ერთ ადგილზე მეორე ადგილზე. ელემენტარულად ვირუსი რომ დაგემართება ადამიანს, ან გაცივდები, მაშინაც აფასებ, რომ აი თუმე რა კარგია, როცა არაფერი არ გაწუხებს. და მაშინ ვერ ხვდები, როცა კარგია. ხარ და მოაზროვნებ და ჩვენ ისეთ რაღაცებს უწუნებთ. ახლა რომ აი ვერც კი არ მოგვიდგენ, აი დღეს მახსენდებოდა ხო გუშინ მე დაკეთებ საუბრობდით და კეთი მითხა რაღაცა გუშინ ჩვენ და აი ჩვენს პროდიუსერზე ხო კეთი საუბრო ხო და კეთი მონება კეთა აი ის ამბავი გამახსენა ერთ-ერთი აი ჩემთვის იყო ძალიან ისეთი ამბავი იყო რომ დედას წარმოვიდგენე მოუკლა შვილი ერთადერთი შვილი ყველმა ადამიანმა მოუკლა შვილი წარმოვიდგენე ბევრმა ნახა ეს ვიდეო მე ქადაგები და ხო წარმოვიდგენე და შვილი მოუკლეს წარმოვიდგენე ადამიანს ერთადერთი შვილი და მე ამ შვილის მკვლელისთვის ჯვარი დამაწერა წარმოვიდგენე შვილის სკოლის დამაწერა ჯვარი ხო წარმოიდგინე ალბათ აი ხატიც რომ დაგიტოვა ხო ხატის აჩუქა წარმოიდგინე ხატის გადამაცემინა მისთვის წარმოიდგინე ხატის გადამაცემინა და ჯვრის წერაზე უდესი პატივი მაცემინა მისთვის წარმოიდგინე ანუ აი ეს ადამიანი ჩემთვის არის ყველაზე ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე მიუხედავად იმისა რომ შვილ გარდაცვლილი დედა იყო თან ერთადერთი შვილ გარდაცვლილი დედა ადამიანმა შეიგრძნო ღმერთი მიხვდა ღვთისმა, იმიტომ რომ ეს არის აი ზე საფეხური ამის იქით ქრისტიანობა აღარ არსებობს. ამ შეიძლება ადამიანს აპატიო, მაგრამ კიდევ ხატი აჩუქო, რატო უნდა აჩუქო ხატი და კიდევ რაღაცა მის პატივისცემა გინდოდეს რომ მას ლამაზად ჩაუტარო, ჯვრის წერა, ამის სულ რატო უნდა გაგაშეს, მე ვერ წარმოვიდგენ ესე, რატო უნდა მოიქცეს ესე. ანუ ეს ადამიანი იყო აი მიუხედავად მისი დიდი ტრაგედიისა, რაც მას შემცხოვრებაში, შეიძლება იყო უბედნიერესი ადამიანი, იმიტომ რომ მისი შვილის სულიც გააბედნიერა. შვილის და თავის გაიბედნიერა. ღმერთი იპოვა. ღმერთი იპოვა და მას უკითხე, რატომ მოიქეცი ესე მეთქი. მას უკითხე, მან ეს რაღაცა მეთქა რომ მე მამაოჩონოს უკითხულობდი, მიხვდე მამაოჩონოს არსო. და მოგვიტევენ ჩვენ თანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მეუტევთ თანამდე თამაჩუნა. მე მივხვდი რომ მე თუ ვერ შეძლებდიო პატიებასო, მე ღმერთი არ მაპატიებდა ჩემ ცოტებსო. და თელი არსები დავიწყე და პატიება მარტო ესე კი არ ვაპატიე ესე კი არ უნდა. იმიტომ ეს მე ჩემი საქმითაც დასწრებული მე შემიძლია მას ვაპატიო ეს და მასზე ვიზრუნა, რომ ვინც ჩემი შვილი მომიკლა, მასზე ზრუნა შეძლებდი თუ არა, ამას ფიქრობდიო სულო. და მან ეს შეძუდა შეძ მოახერხა. ძალიან კარგი რამე აღიშვით მამაშალო, თავიდან ჩვენ დავიწყეთ რომ მაინც ადამიანების უმეტესობა რაღაცა მატერიალურ შევეძებთ ბედნიერებას და ჩვენ ვიცით მაგალითები წმინდა წერილიდან, ვიცით წმინდა ცხოვრებიდან, ვიცით დღევანდელობაში რომ შეიძლება ადამიანი გლახაკია, სახლი არა აქვს, კარი არა აქვს. ოჯახის წევრები არ აქვს. ბედნიერია და ვიღაცისთვის გაუგებარია. ამ ქალის მაგალითი ვიღაცას რომ მოუყვა იტყვის რომ ბუდიშვიხტი არ მინდა ცუდად ვიხსარ რომ ეტყობა თლად ალაგებულა რომ რა შეიძლება ბედნიერი იყოს და ვიღაცას გონია რომ ბედნიერია მათ შორის თუ შური იძია და შვილის წვლილი მოკლა და აი გაიმარჯვა თავის თავზე მე დაიკმა ყოფილა 10 მანქანა ყავს 7 სახლი და ამაში გონია მაგრამ შეიძლება ადამიანი იყოს შიერი გლახაკი და მეც მინახოთ გაცისკრონებული სახი აქვს და არადარდებს არაფერი იმის იქით და ბევრს ეს არის გაუგებარი. იმიტომ რომ ალბათ არასწორად გვესმის ჩვენ ბედნიერება და თავარი არ გვი რა თქვენ ბრძანეთ რომ ღმერთთან ყოფნაზე, ღმერთთან ახლოს ყოფნაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს და ეს არის 64 და ეს არის ნეტარება. ახლა გარდაიცვალა ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც ქუჩა შეეძინა მარიტა. შვეიტაზიდან გავასვენეთ ეს ქალბატონი და ეს გამოპრაჭურდა ყვავილები და ჩვენ ტატაზეში დადიოდა აი ქალბატონი მოდიოდა ხოლმე სულ ქონდა აი როგორი სახე იცი გაბრწყინებული სახე სულ ბედნიერი სახით იყოს ადამიანი ხო იდო ეს ინფორმაცია ხო გარდაცვალების ჩვენ ტატაზეში გავასვენეთ ადამიანს ტატაზეში მოდიოდა ხოლმე რამოდენიმე მე შეხვედრა ხოლმე თავის პრობლემის მოვიდანზე თავი შეხვედრა გვისაუბრია კიდევაც რამოდენიმე ტატაზეში მოდიოდა კაც გვისაუბრია და ამ ადამიანს წუწუნი არ მომისმენა და მე როცა ჩვენ და ტაზაში ესვენა ეს იყვნენ მისი მეგობრები ახლობლები მოსულები ტაზაში რომლებიც ყვებოდნენ მის ისტორიებს და ყვებოდნენ როგორ ეს ადამიანი თვითონ ქუჩაში იყო და როგორ ეხმარებოდა სხვა ოჯახებს ანუ ამ ფუსასაც ამას აძლევდნენ ესე უამრავ ოჯახს ეხმარებოდა უამრავ ოჯახს არ ჩენდა ინახავდა სხვებს უკეთებდა სიკეთეს წარმოდგენა და ადამიანი და იყო ბედნიერი ანუ ქუჩაში იყო ადამიანი და იყო ძალიან ბედნიერი სულ აი არასოდეს თავის პრობლემას თავზე არ შემოგახვედა და სულ მადლობდა ღმერთს აი ყველა ამ საქციელს გამადლობდა ღმერთს სულს მახსენდება ხომ აი დიდრის და ლაზარეს სიგავე ხო ლაზარე რომელიც დიდრის კარებთან იწვა დაწყულებული არასოდეს მას უმადურობა ღვთისნაში არ წარმოუდგა დავდგოს აი ღმერთო რატო არ მე ესე და ის რატოა ესე კარგა და მე ესე დღეში რატო არ მსგავსი რამე არ ვთქოს პირიქით ერთადერთი იყო რომ ენატრებოდა ის საჭმელი და თუ როცა გადმოციო რაღაც საჭმტაბდა რაღაცა რომ ნამცეცები მაინც მაჭამა რომ უბრალოდ შიოდა და ერთადერთი აღონ ესეც რომ მოშივდებოდა ამას განისწრებს რომ იმის გამო შური მათმართ არ ქონია და არანაირი და ესე მიყო ბედნიერი მაგრამ ის დიდარი ადამიანი რომელიც იმოსებოდა უწოდა ბისონითა მას არ ადარდებდა ეს ღარიბი ადამიანი ვერც ამჩნევდა ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს რომ შენ გვერდით აგერ გაუბედურებული ადამიანია
და შენ ამ ადამიანს ვერ ამჩნევ. ამის ეგეთ აი ამაზე მეტად აი რაღა ამაზე დიდი უბედურება რა უნდა გემართოს ცხოვრებაში. ერთ-ერთ ადამიანზე ამბობ რომ 200 ბინა ქონდა ოცხარ მოიდგინე და ის მამები ლაპარო გაგიჟებული ყო 200 ბინა ერთ ადამიანს 200 ბინა ქონდა წარმოიდგინე. ამდენი უსაკარო ამდენი ნათესავი არ აყავს უსაკარო რაღაცა აი როგორ შეიძლება ესეთი ადამიანი იყოს ბედნიერი? აი როგორ შეიძლება ესეთი ადამიანი იყოს ბედნიერი? ისე ყველას ყავს ჩვენი ლაზარე და შეიძლება ჩვენც ვერ ვამჩნევთ ლაზარეები ძალიან ბევრი თან და ბედნიერება რაშია? ბედნიერება არის რომ შენ ესეთი ადამიანების დანახვა შეგიძლია და შენ მათზე ზრუნვა შეგიძლია და შენი ცხოვრებით ხარ მადლიერი. აი შენ რო გახდე ლაზარე, აი შენ რო აღმოჩნდა ლაზარის მდგომარეობაში და შენ რო მაინც ბედნიერი იქნები და შენ რო ამის გამო პირიქით ლაზარეს სახელია წარმოხსენებული სახარომეს ამას უჯი ადამიანები არ აკვირდებიან რომ ადამიანს როგორც იმ ქალაქში არავინ არ იცნობდა და რო გეკითხათ ამას რა ქვია სახელი არავინ არ იცოდა იმ დიდი სახელი ყველა მიცოდა და წერია ესე რომ იყო ლაზარე და იყო ვინმე მდიდარი ანუ ვინმე მდიდარი იყო ვიღაცა მდიდარი რომლის სახელი სახარება მარიც რა ქვია არის ის თელი ქალროგიღა ამ ეს სახლი ვისია ყველა გეტყდა ამ ადამიანის სახლია ეს და ეს არის აქ მუშაობს ეს თანამდებობა ესეთია ეს გვარი აქვს ხო აი რო ყველა და მის სახელი სახარება მარიც ის არც აინტერესებს მის სახარება მის სახელი და ესე მოკვდა მდიდარი იგიო ეს მოკვდა და ახლა თვალით ჯოჯოხს ესე წერდა იმას წერია ლაზარეს რომ ანგელოზება წაიყვანეს ანუ პატივი და იმის წაიყვანეს ანგელოზება ხა და ახლა უბრალოდ აი აქიდან მარტო ამ სახარების ამ მონაკვეთზე რომ და აი რა არის ბედნიერება რა არის ბედნიერება? ბედნიერება არის რომ შენ საკუთარ თავთან ამის გაცნობა შეგიძლია და გაჭირვებაში კი არა უბედურება. გაჭირვებაში ამ სინდრომში კი არა ბედნიერება. შეიძლება იყო მდიდარი და იყო ძალიან ბედნიერი და თელი ცხოვრება სწორად ცხოვრობდა. ესეთი იყო ბედნიერი იყო აბრაამი იყო ძალიან მდიდარი, მაგრამ იობი უმდიდრესი ადამიანი იყო, მაგრამ იყო უბედნიერესი ადამიანიც. მიუხედავად იმ ტკივილებისა, რაც იობს შემთხვევა ცხოვრებაში და ყველაფერი დაკარგა. მას მადლიერება და ბედნიერების განცდა ღმერთში არ დაუკარგავს და საოცარი მეიობის ტყუი ბოლოს როცა იობი ამბობს რომ ესეთ რამეს ამბობს ბოლოს შვილები გარდაეცვალა ყველაფერი დაკარგა ოჯახმაც მიატოვა მეუღლემაც მიატოვა მეგობრებმაც დატოვეს და ბოლოს ამბობს იობი ესეთ რამესო ღმერთო აქამდეო შენზე მსმენოდაო და დღესო ჩემს ნესტოებში გრძნობო შენ ანუ ჩემ შესუნთქვაშიც კი შენ გრძნობ ამდენი განსაცდელის ამდენი ტკივილი შემდეგ ესეც აი საოცარი სტყვებია ხო პატრიარქი ხშირად გვაკითხებდა ხოლმე როცა პატრიარქთან გვიწევდა ხოლმე მსახურება და როცა მას რჩებოდით აი მორიგეობის პერიოდში იობის ცხოვრებას ყოველთვის გვაკითხებდა ხოლმე ანუ წელიწადში 3-ჯერ 4-ჯერ მაინც მე პირადად პატრიარქისთვის იობის ცხოვრებას აკითხულობდა გვაკითხებდა ხოლმე იობის ცხოვრებას და სულ ფიქრობდი ხოლმე ამაზე რა სიტყვებია წარმოდიოდა აი ჩემს ნესტოებში გრძნობ ამდენი განსაცდელი და ტკივილი შემდეგ აი ჩემს სუნთქვაშიც კი შენ გრძნობ ღმერთო ანუ ამ ტკივილში ამ განსაცდელში მან ღმერთი შეიმეცნა და მანამდე როცა იმაში იყო მანამდე მის ღმერთს მე შენო შესახებ ვიცოდიო მსმენოდაო მხოლოდ შესახებო და დღესო თელი არსებით გრძნობო შენო ეს არის აი ძალიან მნიშვნელოვანი ერთადერთი ბედნიერების წყარო არის ღმერთი როცა შენ ამას აღმოაჩენ ხო აი ვერაფერი ვეღარ გაშინებს აი სულ გაწამონ აი ახლა დიდწამეკატენის სენების გაღვნიშნეთ ხო კვირას წარმოიდგინე რითი იყო ბედნიერი დიდწამეკატენი ქრისტეს შემეცნებით შეიმეცნა ქრისტე და გაბედნიერდა წმინდა მოწამე მერკვერი სამხედაროთა რითი იყო ბედნიერი შეიმეცნა ქრისტე და გაბედნიერდა ანუ ერთადერთი წყარო შენი ბედნიერების არის შემეცნება ღმერთისა გააზრება იმისა რომ შენში ქრისტე და შენ ქრისტეში ხარ უახლოვდები ღმერთს აი საოცარი ეკლესია გაჩუქა ღმერთმა ეს სადაც შენ დადიხარ მოძღვართან ახსარებას აბარებ ამ ხელა ღვთისმსახურებას ესწრები ღვთისცნებების დაცვა შეგიძლია აი არ ვიცი ამ ხელა ამაზე დიდი ბედნიერება რა არსებობს აი დედამიწაზე გაქვს მიწიერი ეკლესია ამის საშუალება გვაქვს ღმერთმა ეს და თვითონ ქრისტემ დაგიარსა ეკლესია თავის მოწაფეები არჩა და ამაზე და შენ ამ წიაღის წევრი ხარ და შენ თუ ამ წიაღში სწორად მიდიხარ და სწორად იზრდები ამის იქით აღაბედნიერება უნდა იყოს მამაშავა, აი იმ თემაზე, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, სოციოლოგებიც ცხადია ინტერესდებიან ამ თემით და არის მრავალი კვლევა, თქვა, საერთაშორისო ადგილობრივი სოციალურ ქსელებშიც ტარდება ეს კვლევები და აი ვისთვის რა არის ბედნიერება? პირველ ადგილზე არის ყოველთვის ჯანმრთელობა. აი რატომ არის ეს არასწორი, ვთქვათ, და აი რატომ, ვთქვათ, ჩვენი ცნობიერება საზოგადოების მაინც არ არის იმ დონეზე სულიერად გაზრდილი, რომ ის იყოს პირველ ადგილზე ჩვენთვის, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ. ეს დავამატებ კიდევ დაახლოებით იგივეა სოციოლოგიური კვლევითაც არ დავასახელებ ქვეყნებს, სკანდინავიური ქვეყნები, რომელიც ეკონომიკურად არიან ყველაზე წინ. და ამ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებს სადაც არ უჭირთ არ ყველაფერი აქვს უდიდესია თვითმკვლელობა და ყველაზე მეტი რაოდენობით აი საოცარი პარადოქსია ხო იმიტომ რომ აზიურ ქვეყნები რომ ძალიან გაჭირვებაში არიან
იმდენი წყულობა არის, რამდენიცაც განვითარებულ ქვეყნებში. პირდაპირ ესეთ დადგენილი ხო, იმიტომ რომ ეს სიხარულს არ ანიჭებ. ხო, ფიზიკურად ნახე, აი ნახეთ და ჩვენ თავიდან შევხედოთ, ახლა კითხვა რა დავსვათ, ახლა რო კითხვა ახლა შენ. აი ღმერთმა დაგიფაროს ახლა. რა უფრო გეტკინება ახლა ხელი რომ მოგტე ხონ, თუ შენ შუს რამე დაავადება შემეთხვეს. ცხადი რაც პასუხი ნათელია. აუცილებლად დაემართოს რა თქმა უნდა. უნებრივია, ხო? და შეხო ფიზიკურად არ გეხება ეს ტკივილი. არა, მაგრამ სულიერად და რა ტკივა? ანუ აი თუ ფიზიკურ ტკივილზე ვლაპარაკობ, თუ ფიზიკური უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ ხელის მოტეხვა უფრო უნდა მეტკინოს, ვიდრე ჩემ ახლობას რაღაცა უბედურება რომ შემედგა. მაგრამ ფიზიკურად არ ტკივა. იმიტომ რომ მე ფიზიკურად სხვა მტკივა. ანუ რა მეტკინა ყველაზე მეტად? სული. ანუ აი სულის ტკივილზე დიდი ტკივილი რა არსებობს მითხარი? ანუ სულზე მეტი სიხარული რა არის? აი ჯერთან ესე რომ დაუწყებს ადამიანს საუბარზე რომ იყავს აქამდე ხდება რომ სულზე ძვირფასი მას არაფერი არ აქვს. თვითონ თანხმდება აი როცა ეს ფაქტები თუ ყვები რაღაცებს აი მოდი აბა ეს შევხედოთ აბა ეს უფრო გეტკინება ყველა ამბობს სული უფრო სულის ტკივილი უფრო მტკივნეულია ვიდრე ხორცის ტკივილი. სულის სიხარული ბევრად უფრო დიდი სიხარულია ვიდრე ხორცის სიხარული. ვიდრე აი რაღაცა წამიერად ხორცილი სიამოვნების მიღებას აღემატება სულიერი სიხარულის მიღება. ბევრად აღემატება. აი სულიერ სიხარულის მიღებაზე ტკბილი არაფერი არ არის. აი ვისაც განუცდეს სულიერი სიხარული წმინდა ზიარების მიღების ან საფრთხომ სახურების რაღაცა ან უამრავი რაღაცა. აი ესეთ სიხარული არანაირი ხორციელი ნებისმიერი სიამოვნება გრძელდება ხოდ იმ ხორცის შეხების წამებში. და როგორც კი ეს ხორცის შეხება სრულდება, იქვე სიამოვნება მთავრდება. ხან ძალიან მის მოგისმენთ. და ისევე წამსვე გინდება ესა. და სულიერ სიამოვნებასაო, სულიერ სიამოვნებას აქვს ხანგრძლივი სიამოვნება. აი რაღაც შეიძლება ეს სულიერ სიამოვნება გაყვეს მთელი წლების განმავლობაში შეიძლება გაყვეს. აი შეიძლება რომ გაგახსენდება რომ იქ ეს რო შეგეხვეს სულიერ სიამოვნება, აი ის სიხარულმა შეიძლება წლების შემდეგაც ეს განგაცდებინოს ის განცდა რაც სულიერ სიხარულს თან აქვს. ისეთი ტკივილიც ესევე სულიერ ტკივილი რომ მიიღე და რაღაცა რომ აი ფსიქოლოგებთან მაგათო რომ მიდიან ეკითხებიან ტრავმებს რა ტრავმები გადაიტანე მოტეხილობას კი არ ეკითხებიან რა ფეხი მოიტეხე თუ ხელი მოიტეხე ეკითხება რომ აი ბავშვობაში რა ტრავმა გადაიტანე რა გეტკინა ბავშვობაში რა ტრავმა მიიღე ისი ტრავმა მიიღო სულის ტრავმა ანუ იქ შობელი რაღაცა ცუდად მოექცა იქ ბავშვობაში ვიღაცამ რაღაცა საშინელება გაუკეთა სული დაუმახინჯა სულს რაღაცა ჭრილობა მიაყენა და ეს სულიერი ჭრილობები ადამიანებს მთელი ცხოვრების განმავლობაში მიყვებათ ხოლმე და რაღაცა მე ის ქმედებები რასაც მე ისინი ასაკში ჩადიან თუნდაც ცუცაქციელებს განპირობებული იმ სულიერი ტრავმის შემდეგ რაც მან ბავშვობაში მიიღო ანუ ბავშვობაში რო ეტკინა სულიერად ის მე მთელი ცხოვრება მასზე აისახება და ბავშვობაში მაშინ რაღაცა რო ჩაიდო ეს სულიერი მარგალიტები მაშინ ბავშვობაში მე ეს დიდ ასაკში ის მარგალიტი მე სადაც ამოფეთქავს და იმ ადამიანს რაღაცა შეხმარება ამიტომ უდიდესი რამეა სულიერი განცდა ბუნებრივია ჩვენ ხორცის ახლა ჩვენ მარტო სულისგან არ შევდგებით ამიტომ ხორცის უნიშნულოვანესი ეს ხორცელი ჯანმრთელობაც ეკლესია მაგათაც იმ ხორცელ ჯანმრთელობას ძალიან ზრუნავს იმიტომ რომ ღვთისგან გვაქვს მოცემული ეს ხორციც ჩვენ მარტო სულისგან არ შევდგებით ჩვენ შევდგებით ხორცისგან სულისგან და ბუნებრივია ეს ხორცელი სიამოვნება და ხორცელი სიხარული ჩვენს უნიშნულოვანესია ბუნებრივია და ეს ხორცელი ჯანმრთელობა შენ ძალიან ბევრი ადამიანის ეკეთი შეგიძლია ანუ შენ თუ ფიზიკურად ჯანმრთელი ხარ ხო ძალიან ბევრ ადამიანს ბევრ ამის შეხმარები ამ ფიზიკური ჯანმრთელობითაც ამიტომ ესეც უნიშნულოვანესი ესე ხორცი მიაგდო და სადღაც ესეთი რამე არ არის აი ჩვენ ეკლესია ვთქვა ახლა მარხვა არის ხო შეობის მარხვა არის ადამიანს ფიზიკური ჯანმრთელობა შერყეული აქვს ჩვენ მას ესე სულიერ ხორცელ მარხვას არ ვაცვევინებთ ანუ ვეუბნებით რომ შენ ძის ნაწარი მიიღე ხორცი მიიღე რატომ იმიტომ რომ მისი ხორცი კიდევ უფრო მეტად არ დაზიანდეს და უფრთხილდებით მის ხორცს და მარხვასაც კი არ ვაცვევინებთ ანუ ჩვენ თუ ახლა მარხულობთ სუფთად ვისაც ჯანმრთელობა კარგი გვაქვს ვიღაცის ჯანმრთელობა შერყეული აქვს მას ვეუბნები რომ აუცილებელია შენთვის ხაჭო მიიღე იქ რაღაცა მოხარშული ხორცი ჭამ იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო მეტად არ შეირყეს ანუ ეკლესია ხორცსა ძალიან უფრთხილდება მაგრამ ეს ხორცს უფრთხილდებით იმიტომ რომ სული გაძლიერდა ეს ამაში და უმთავრესი სული არის. დიახ. და ისე კიდევ ერთი შეკითხვა, თქვა დადის ადამიანი ტაძარში და იმ ძირითად ხასს მიყვება, რაზეც ჩვენ საუბრობთ, რაც არის ნამდვილი ჭეშმარიტი ბედნიერება, მაგრამ მაინც არ აქვს სიხარული. აი ხო არის ასეთი, რომ წლების განმავლობაში დადის ადამიანი, თქვა არის აღსარებელი, მაზიარებელი, მაგრამ ის სიხარული მაინც ვერ განიცადა. იმიტომ რომ რატომ მაგას ძალიან ბიჭები ფიქრობ მაგ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მან ქრისტე ვერ შეემეცნო, იმიტომ რომ ტაძარში ცივად ხო არ განისაზღვრება, ტაძრის აი რამდენი წელი დადიხარ ტაძარში, ამით ხო არ განისაზღვრება შენი ეკლესიური ცხოვრების წესი. განისაზღვრება შენ რა შინაარსი და როგორი გაგები დადიხარ იმ ეკლესიაში. ვიღაც ღმერთი არის საჭიროება.
საჭიროება. და როდესაც ეს საჭიროება, მოიცი რო გჭირდებოდა, რომ ჯანმრთელობა არ შეგყევოდა, შეშლის პრობლემა არ შექმნოდა, ან ფინანსურად კარგად ყოფილიყავი. უცებ რომ დაგერღვევა ახლა ეს ფინანსური მდგომარეობა. იქ შეირყევა ეს შენი ჯანმრთელობა, იქ რაღაცა შენ უახლოვდება რაღაც დაემართება. და ეგეთი ხმეთ რა შეგჭირდება, რომ ხო გაუბედურდები იმ წუთშივე. ხო იმ წუთშივე ხო ეტყვი მგონს რომ სად ახარ ღმერთო მე რამდენი ადამიანს ვთქავს ამ ტაძარში დავდიოდი მარხულობდი ლოცულობდი ამას ვაკეთებდი არ გამისტერენ და ეს უბედურება მე რატო შემემთხა ხო უსვამენ ამ კითხავს ღმერთს იმიტომ რომ ის ტაძარში იმიტომ არის იმიტომ ლოცულობს დილით და წრო რამე არ შემემთხეს ანუ აი ღმერთთვის მე საჭიროება და როცა ესეთი საჭიროება ყავს ღმერთთან თუნდაც ახლა 30 წელი როია ამ ტაძარში და 30 წლის შემდეგ შენ ამდენი იმარხული ილოცე და მე მაინც რაღაცა შეგემთხვა ეგ ღმერთი რა რა შეგჭირდება ეგეთი ღმერთი არც არაფერი შეგჭირდება კი არის ანგარებითი მომენტი სხვათა შორის არის შედეგი მაგიდან არის გაგვიგია სხვათა შორის რომ აი შეიძლება დადიოდეს ადამიანის წირვაზე და იმ განზრახვით რომ ხომ რო ვივლი ეკლესიაში ჩამეთვლება და ხელფასი მომემატება არის ეს სამწუხაროდ არის შეიძლება სახუმაროა შეიძლება რაღაც ეტაპზე თვითონ ჩვენგან გამოსწორდეს და ან არის რაღაც აი მე თვითონ გამიფიქრები საჯეროდ ვაღიარებ რომ რაღაცა წირვაზე დავდიო რეზერვები და გამოხვედი რაღაცა ავარია შეგემთვა ფეხი წამოგვარი და რატო კაცო მე ხო წირვაზე რატო მოვივიდა ეს ახლა მეც ახლა რამდენი თვის ავარია შემეთქვა და პირველად რაც მეკითხა მამა რატო შეხო გდელი ხარ და როგორ შეგემთქვა ავარია აი რატო შეგემთქვა ავარია აი როგორ არ დაგიფარა ღმერთმა როგორ არ დაიმფარა ღმერთმა ცოცხალი ვარ აი როგორ არ დაიმფარა ღმერთმა თუნდაც რაღაცა დამართნა ესე იგი რაღაცის გამო ეს აუცილებელი იყო რაღაცა ხდება ხო ჩვენ ცხოვრებაში ანუ იმიტომ კი არ დავდივართ ეკლესიაში რომ რაღაცა მე ესეთი რამე არ შეგვეთქოს პირიქით შეიძლება ის ახლა იობსაც შემეთქვა პირიქით აი ანუ ასამბოს ხო აი საოცარი აი ჩემ ანუ მთელი არსებით შეიგრძენა ანუ იმ განსაცდელებმა კიდევ უფრო მეტად შეაგრძობინა მას ღმერთი კიდევ უფრო მეტად დაახლოვა ღმერთი ანუ იმ ტკივილმა კი არ გააშორა ღმერთიო პირიქით უფრო დაახლოვა ღმერთს უფრო დაუახლოვდა ღმერთს ესაც ჩვენი ამიტომაც არის შედეგი ნახე ამ ადამიანებში ამიტომ დგება ეს შედეგი რომ მათ სწორად არ აქვთ ეკლესიური ცხოვრება გააზრებული ამიტომ ნახე მოძღვრებთანაც მინახავს ძალიან ბიჭი როცა როგორც კი რაღაც აი წინააღმდეგობაში მოდიან ეკლესიასთან იმ წუთში ეკლესიის ლანძღვას იწყებენ იმ წუთში აი დააკვირდი აი მოძღვრე რაღაცა იმ წუთში ეს ეკლესია აღარ ჭირდებათ ეკლესია უკვე თურმე ეს ეკლესია რაღაც ეს ქვის ნაგებობა შენობა ჩვეულები და არაფერი მადლი არაა აი ხო მე და კახა უსმენთ აღარ ერთად მოძღვრს ახლა მასმენა ბუდელი იძახეს რომ ტაძარშიო წარმოდიდგენ აი ქვევების გროვაა თურმე ტაძარი სვეცხოვოთ რომ ქვევის გროვა ყოფილა. ანუ მოქმედსასულიერო ეკლესია. ხო, აი რესტორანი ახლა მაგალითად რესტორანი, ახლა რესტორანი და სვეტიცხოველი ერთი და იგივეა თურმე. თურმე ახლა აი ერთი და იგივე ყოფილა თურმე აი მოწამეთას ტაძარი ან ისა ერთი და იგივე ოშკი რომელიც დაანგრეულია დღეს და ხახული თურმე ან ხანძსა თურმე ერთი და იგივე ხანძსაში რო ახლა ცრემლები რომ მოგცამ ამ ქვის ამ შენი წინაპრების ნალოც ადგილს რო უყურებ და ამ საოცარ ადგილს სადაც შენმა წინაპრებმა აი თავის სისხლი თავისი ცრემლი დაღვარეს ეს ტაძარის და თურმე რაღაცა გვერდზე რო შენობა დგას ერთი და იგივე ღმერთი ყველგანაა ღმერთი ჯოჯუხეთშიც არის ღმერთი ჯოჯუხეთიც არის და არ არსებობს ადგილსაც ღმერთი არ არის ეგეთ ბორდელშიცაა ღმერთი და ყველგანაა სადაც ღმერთი ეგეთი ადგილი არ არსებობს რომ ღმერთი ყველგან და ყველაფერშია მაგრამ სად როგორაა ღმერთი და სად როგორ არის იქ განსაკუთრებულად იქ ძღვენი შეეწირება იქ წირვადარდება ამ ხელმსახურებები ტარდება იქ ნათლობა ჯვრისწერა ადამიანები გახსარებას ამობენ მათი ცხოვრების წესი იცვლება იქ და წარმოიდგინე ანუ ბუნებრივია ყველაფერი შეიქმნა ადამიანისათვის ეკლესიაც ადამიანს შეიქმნა მარხვაც მაგრამ არის განსაკუთრებული ადგილები და ამას ყოველდღე ექცეოდა ჩვენ ქვეყანაში ანუ ყველაზე კარგ ადგილზე შენდებოდა ეკლესია კუთხეში მუბანში იმ ადგილზე იმიტომ რომ ღვთის სახლია წარმოიდგინე ღმერთის ტაძარია ჯერ ჩვენი სხეული პავლე მოციქული ამბობს რომ ეს ტაძარიო ეს ღვთის ტაძარი არისო და ვინც ეს ტაძარი შეიბუწოს იგი ღმერთსაც ამ სხეულს გაფრთხილება ჭირდება რომ ესეც ღმერთის შექმნილი ტაძარია და ის ქვის ნაგებობა თუნდაც რომელიც აშენდა იმისთვის რომ ღმერთი იდიდოს და ღმერთი ისიქ და ადამიანის ცხოვრება გამოიცვალოს როგორ შეიძლება ის და ეგაა ზუსტად უბედურობა ეგეთი ადამიანებია უბედურები რომ ვერ ასნობიერებენ და რომ ვერ ხლებიან თორემ შეიძლება ახლა მე ტყეში შეიძლება ზოგჯერ ისე მაგრა ვილოცო ეგრეთ აზაში არ მილოცია შეიძლება მანქანა ზოგჯერ ისე მილოცია ისეთი გულით მილოცია ზოგჯერ მანქანაში რაღაცა რო შემთხვევა ისეთი გულით მილოცია ზოგჯერ ისეთი მილოცია შეიძლება აზაში არ მithქვამს ზოგჯერ არის ეგეთი შემთხვევა ისეთი გულით მოვიდა შეიძლება აი ისე გაგეხსნა საფრთხომად და ესეთი ლოცვა მოგივიდეს მაგრამ ამით ხوارი მანქანა უფრო კარგია ვიდრე ახლა ეკლესია ხო ვერ იტყვი მაგას ვერასოდეს დიდი მადლობა და მარადის გიხარობდენო ხო როგორც ამბობს პავლე და დაკავშირებულია ეს მადლიერება აი მთავარი ბედნიერები აქვს ორადორი საწყისის ბედნიერები ეს არის სიწმინდე და ესა მადლიერება აი ამ მორს აი მორში რო იქნება ადამიანი ჩათვალე იქნება ბედნიერი
აი მადლიერება და სიწმინდის. აი ეს ორი გზა როგორც არჩეული ადამიანს დამთავრებული ვარ ბედნიერები. დიდი მადლობა. უსურვოთ ყველას ეს ბედნიერება, რა ჭეშმარიტი ბედნიერება, ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის წინამძღვარი განოზე. შალვა კეკელია.